გიმიქანაძე ფოთში ახალი საქართველოს უნივერსიტეტს ეწვია, სადაც სასწავლო ინფრასტრუქტურა, საარქივო რესურსებს, მიმდინარე და სამომავლო პროექტებს გაეცნო. მინისტრ უმასპინძლა და საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთის და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა. სასწავლო დაწესებულებას აქვს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები ქრისტიანული ფილოსოფიისა და ქრისტიანული ფსიქოლოგიის მიმართულებებით. შესაძლებლობა მოგვეცა გავცნობოდით ინფრასტრუქტურას, რომელიც მართლაც შესაშურია და გამორჩეულია და იმ სამუშაოებს, რომელიც მიმდინარეობს იმისთვის, რომ უნივერსიტეტმა თავის საგანმანათლებლო სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობები კიდევ უფრო გააფართოვოს. უნივერსიტეტი ემზადება ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფერენციისთვის, სადაც რამდენიმე ასეული უცხოელი სტუმარი მიიღებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობას. ახალი საქართველოს უნივერსიტეტი მიზნად ისახავს რწმენისა და ცოდნის ურთიერთდაკავშირებას. განათლება რწმენას აძლიერებს და რწმენა განათლებას მიზანდასახულს ხდის და დიდი ენერგიით აღავსებს. ეს უნივერსიტეტი, რა თქმა უნდა, ამ ქალაქისთვის ძალიან ბუნებრივი და ლოგიკურიც არის. ისე ორგანულად ჩაჯდა იქ, სადაც ფაზისის აკადემია იყო.